ტრამპი ქაოსს აწყდება მას შემდეგ, რაც ირანი გეგმავს წითელი ზღვის ჩაკეტვას და ბაბ-ელ-მანდების სრუტის ახალ ზეწოლის წერტილად გადაქცევას შეერთებული შტატების წინააღმდეგ. აი ეს არის პრობლემის ნაწილი. ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის ეფექტურად შესაძყვეტად ირანს მაგალითად არ სჭირდება სრუტეში გემების ბარიერის განთავსება და მათი იქ დატოვება. ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ არის დროდადრო თავდასხმების განხორციელება დრონებით, რაკეტებით ან გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებით ნებისმიერ გემზე, რომელსაც ისინი არ მისცემენ ნებართვას სრუტის გადაკვეთაზე, როცა ის ამას შეეცდება. და ეს უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიები უბრალოდ შეწყვეტენ და აღარ დაუშვებენ დაზღვევას, ხომ ასეა? ამას სადაზღვევო ბლოკადა ეწოდება. და ეს ირანელებისთვის ძალიან ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა მათი მიზნებისთვის. თუმცა თუ ინიპეოები ამ ნაბიჯის გადადგმისას კონფლიქტს კვლავ გააღვივებენ, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, როგორც ირანელებმა უკვე განაცხადეს, რომ შემდეგ ნაბიჯს თავად გადადგამენ ესკალაციის კიბეზე და იმოქმედებენ. ანსარალა მათ წაარქმევს. მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია, მან მიანიშნა, რომ შეიძლება იემენში ჰუთები გამოიყენოს იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას გზას, რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანეს აკავშირებს. ეს მანევრი დააზარალებს სატვირთო გემებს, ნავთობის ტანკერებს და სავაჭრო მარშრუტებს, რომლებიც აზიას, ევროპასა და ხმელთაშუა ზღვას შორის გამოიყენება. მოხსენ რეზაე, ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა განაცხადა, რომ თუ ომი და ბლოკადა გაგრძელდება, კონფლიქტი შეიძლება ინდოეთის ოკეანემდე, წითელ ზღვასა და თუნდაც ხმელთაშუა ზღვამდე გავრცელდეს. მაგრამ ეს კატასტროფულია ირანისთვისაც. ეს იყო მასშტაბური დაბომბვის კამპანია. თუ ომი გაგრძელდება და საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება, ჩვენ ომს გადავიტანთ ინდოეთის ოკეანეში, ბაბ-ალ-მანდაბის სრუტეში, წითელ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში. და ჩვენ მივცემთ კონფლიქტს სხვა მასშტაბს, როდესაც დავარტყამთ იმ ამერიკულ ბაზებს, რომლებზეც აქამდე უკვე განვახორციელეთ შეტევები. აშშ-ში უდავოდ ბევრად უფრო დიდ დანაკარგებს მიიღებს. ამერიკის შეერთებული შტატების დანაკარგები ძალიან მძიმე იქნება. იემენში ხუსიტებმა უკვე გააფრთხილეს, რომ ყველა ვარიანტი კვლავ ღია. დონალდ ტრამპი ახლა აშკარა მცდელობას აწყდება, რომ გაზარდონ ომის ფასი. ზეწოლა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებზე, შიში გაავრცელონ საზღვაო გადაზიდვების კომპანიებში და ენერგიის ფასი პოლიტიკური იარაღად გამოიყენონ. ბაბ-ელ-მანდების სრუტე ნორმალურ პირობებში მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 12%-ს აკონცენტრირებს. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მონაცემებით, ეს მარშრუტი 2023 წელს კონტეინერების საზღვაო გადაზიდვების 20%-ზე იყო პასუხისმგებელი. რას ამზადებს თეირანი? როგორ აპირებს ტრამპი ამ ალყის აღკვეთას? როგორ ფიქრობთ, ამ კვირაში ირანის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები გაფართოვდება? განიხილავთ თუ არა ენერგეტიკულ ობიექტებს ან სხვა ადგილებს ირანში სამიზნედ? ენერგეტიკულ ობიექტებს ირანში. ენერგეტიკულ ობიექტებს ბოლოსთვის დავიტოვებ, მაგრამ დიახ, ჩვენ დავარტყამთ ენერგეტიკულ ობიექტებს. მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერად დავარტყამთ მათ დღესღამით და ამას ხვალღამითაც გავიმეორებთ. ჩვენ ძალიან ძლიერად დავარტყამთ მათ შემდეგ ღამით. მომდევნო კვირაში მათთვის საქმეები ნამდვილად ცუდად წავა, რადგან ჩვენ დავარტყამთ ელექტროსადგურებს და ხიდებს. ჩვენ დავანგრევთ მათ ყველა ელექტროსადგურს, ჩვენ დავანგრევთ მათ ყველა ხიდს, თუ ისინი არ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაიწყებენ მოლაპარაკებას. ირანის გეგმამ ძალა მოიპოვა 2026 წლის 14 და 15 ივლისს, როდესაც ახალი მუქარები გაჩნდა. იმავე დროს, როცა შეერთებულმა შტატებმა განაახლა საზღვაო ბლოკადა ირანთან დაკავშირებულ პორტებსა და ტვირთებზე. ზეწოლა არ არის დამოკიდებული სრუტის სრულ ფიზიკურ ოკუპაციაზე. ჰუსიტებს შეუძლიათ კომპანიების დაშინება მხოლოდ მუქარებითა და რამდენიმე გემზე თავდასხმით. ასე შეძლო ჯგუფმა წინა კრიზისის ეტაპებზე წითელ ზღვაში ტრანზიტის შემცირება. როდესაც სადაზღვევო კომპანიები ზრდიან დაფარვის ფასს და დიდი სატრანსპორტო კომპანიები თავიანთ გემებს აფრიკის სამხრეთით უხვევენ, სრუტეზე მიმოსვლა იკლებს მაშინაც კი, როცა ზღვაში გადაჭიმული ბარიერი საერთოდ არ არსებობს. თეირანი ცდილობს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა იმის საჩვენებლად, რომ თუ ირანის ვაჭრობა ჰორმუზში დაიბლოკება, სხვა ქვეყნებიც გადაიხდიან ფასს ბაბ-ელ-მანდებში. მუქარა იემენიდან მოდის, რადგან ხუსიტების კონტროლირებადი ტერიტორია მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო და მგრძნობიარე სავაჭრო სრუტის წინ. ბაბ-ელ-მანდები წითელ ზღვას ადენის ყურეს უკავშირებს და სუეცის არხისკენ გზას ხსნის.
გემებს, რომლებიც ამ მარშრუტს აღარ იყენებენ, კეთილი იმედის კონცხის გარშემო უწევთ შემოვლა, რაც ზრდის მანძილს, საწვავის ხარჯ, მიჯს, მიწოდების ვადას და გადაზიდვის ღირებულებას. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით 2020 წლის პირველ კვარტალში დღეში 5.4 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტი გაიარა სრუტეში. საფრთხე მხოლოდ საწვავს არ ეხება. საკვების, მანქანების, მედიკამენტების, სამრეწველო ნაწილების და სამომხმარებლო პროდუქციის კონტეინერებსაც შეიძლება შეექმნათ დაგვიანება და ფასების ზრდა. მოჰამედ ალ-ბუკაითმა, ჰუსიტების პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრმა, უკვე განაცხადა, რომ ჯგუფი განიხილავდა ყველა სცენარს ირანის მხარდასაჭერად და რომ ირანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის დახურვა შეერთებული შტატებისთვის, ისრაელისა და მათი მოკავშირეებისთვის. განიხილა თუ არა ანსარ ალაჰმა ბაბ ალ-მანდების სრუტესთან დაკავშირებით მსგავსი ზომის მიღება. ყველა ვარიანტი ღიაა. თუ იძულებული გავხდებით ბაბ ალ-მანდების კარტი გავათამაშოთ, მაშინ ამ ბარათს მოქნილად გამოვიყენებთ, რათა ყველა იმ ქვეყანას მივწვეთ, რომლებიც ლიბანისა და ირანის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობენ. როდის შეიძლება რაიმე ზომის მიღება სრუტესთან დაკავშირებით? და როგორ შეიძლება ამის განხორციელება? ანუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად ამიხსნათ? რა თქმა უნდა. ბაბ ალ-მანდების ბარათი იემენისთვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია. და ეს მალე ოფიციალურად გამოცხადდება. ეხლა ზეწოლა კიდევ უფრო გაძვიერდა, რადგან შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომი კვლავ გააქტიურდა და იემენი საუდის არაბეთთან ახალ ესკალაციაში შევიდა. 13 ივლისს ჰუსიტებმა სანაას აეროპორტზე თავდასხმების შემდეგ რაკეტები და დრონები გაუშვეს აბას აეროპორტისკენ. ამ მოძრაობამ აჩვენა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა იემენის ფარგლებს გარეთ მიზნების დაზიანებისა და შეუძლია ადგილობრივი ომი ტერორიზმის სტრატეგიულ დღის წესრიგთან დააკავშიროს. მორსენ რეზაიმ ეს კავშირი კიდევ უფრო აშკარა გახადა. ირანებმა მრჩეველმა მხოლოდ ჰორმუზზე არის საუბრა. მან დაასახელა მთელი ზოლი, რომელიც ინდოეთის ოკეანედან იწყება, ბაბ ალ-მანდებს გადის, წითელ ზღვას კვეთს და ხმელთაშუა ზღვამდე აღწევს. მუქარა აჩვენებს რეჟიმის მიზანს, ომის გავრცელებას იმ მარშრუტებზე, რომლებიც ენერგიას, ვაჭრობასა და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს ამაგრებს. ირანი ზეწოლის ქვეშაა თავდასხმების გამო, საზღვაო ბლოკადა და სამხედრო შესაძლებლობების დაკარგვა. რადგან ირანს არ აქვს საკმარისი ძალა, რომ შეერთებულ შტატებს პირდაპირ დაუპირისპირდეს, ის ცდილობს კრიზისული წერტილების გამრავლებას და აიძულებს ვაშინგტონს ერთდროულად სხვადასხვა რეგიონში მეტი რესურსი დახარჯოს გემების, ბაზებისა და მოკავშირეების დასაცავად. დონალდ ტრამპმა პასუხად ზეწოლა გააძლიერა. ნავიგაციის მონაცემები აჩვენებს, რომ ორშაბათს ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ 10 გემი გავიდა, რაც ამ კრიტიკული მარშრუტის ჩვეულებრივი მოძრაობის 10-ზე ნაკლებს შეადგენს. როცა ამბობთ, რომ სრუტე ღია, რას გულისხმობთ? ღია ყველასთვის, ვისაც სულს გავლა. ჩვენ არ ხსნით ირანისთვის, მხოლოდ მათთვისაა დახურული. ირანი დახურულია, მაგრამ ღიაა. ბევრი რამ მოხდა ტრეი ბოლო თვეებში. ნავთობსადენები შენდება. პოულობთ შესანიშნავ ალტერნატივებს, მაგალითად ტეხასში და ალასკაში. ინტერვიუში Fox News-თან პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩება ვაჭრობისთვის, მაგრამ დაიხურება ირანთან დაკავშირებული გემებისთვის. მან ასევე უარი თქვა წინადადებაზე, დაეწესებინა 20%-იანი გადასახადი ტვირთებზე, რომლებიც სრუტეს გადაკვეთდნენ და განაცხადა, რომ ეცდება სავაჭრო შეთანხმებების მიღწევას და ინვესტიციების მოზიდვას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ეს გადაწყვეტილება ცდილობს შეინარჩუნოს რეგიონული მხარდაჭერა და გამოყოს საერთაშორისო ვაჭრობა თეირანის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადისგან. ამავე დროს ტრამპმა დაიმუქრა, რომ დაარტყამს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, თუ რეჟიმი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება. ვაშინგტონი სურს აჩვენოს, რომ ირანის მიერ გახსნილ თითოეულ ახალ ფრონტს უფრო მძიმე პასუხი ექნება მის სამხედრო და ეკონომიკურ სტრუქტურაზე. ზეწოლამ ასევე მიაღწია რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს. თანამედროვე თანამგზავრული სურათები, რომლებიც შეტაკებების შემდეგ გამოქვეყნდა, მიუთითებს დაზიანებებზე ალუდეიდის ავიაბაზის ობიექტებში, კატარში, მათ შორის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ზონაში. ეს ბაზა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ოპერაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია ახლო აღმოსავლეთში. ეს თავდასხმა აძლიერებს ირანის სტრატეგიას, გაავრცელოს საფრთხეები კატარში, ბაჰრეინში, ქუვეითში, იორდანიაში და სხვა რეგიონებში, სადაც ამერიკული ძალები არიან განთავსებული.
მაშინაც კი როცა რაკეტები დიდ ადამიანურ დანაკარგებს არ იწვევს, ისინი აიძულებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაადგილონ საჰაერო თავდაცვა, შეაჩერონ აქტივობები და დაიცვან ფართო სამხედრო ქსელი. დონალდ ტრამპმაც აღიარა, რომ რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობაში სჯეროდა, როდესაც ირანის ხალხს სამხედრო ოპერაციების შემდეგ მთავრობის კონტროლის ხელში აღებას თხოვა. პასუხი აჩვენებს, რომ თეთრმა სახმა ეს შეტევა მხოლოდ როგორც გემების დასაცავი ან თავდასხმების შესაკავებელი ქმედება კი არ აღიქვა, არამედ როგორც შესაძლებლობა, რომ დაესუსტებინა ირანის მმართველი ხელმძღვანელობა. ეხლა დონალდ ტრამპი ბლოკადაზე თავდასხმებსა და პროგნოზებზე დებს ფსონს. ეკონომიკური ზეწოლით ცდილობს მოლაპარაკების იზოლებას, ისე რომ დიდი სახმელეთო ძალა დაუყოვნებლივ არ გაგზავნოს. ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ ღამეს თქვენ პირდაპირ მიმართეთ მსოფლიოსა და ირანის ხალხს. უთხარით მათ, როცა დავასრულებთ, აიღეთ თქვენი მთავრობის კონტროლი თქვენს ხელში. ის თქვენ გეკუთვნით. ამერიკა თქვენ მხარს უჭერს უზარმაზარი ძალით. ჯერ კიდევ ჯერათ, რომ ირანის ხალხს შეუძლია საკუთარი მთავრობის კონტროლის აღება. ვფიქრობ, ისინი შეშინებულები არიან. მათ ესურია. როცა ეს კომენტარები გააკეთეთ, დიახ, მაშინ გჯეროდათ, რომ რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. დიახ, ჯეროდა. თუ იარაღი ან შეიარაღება ექნებოდათ. არასდროს მიფიქრია, რომ 52,000 ადამიანს ან საერთოდ ვინმეს მოკლავდნენ. 15 იულის ბრენტის ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის $85 იყო. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაბელმანდების დახურვის სცენართან დაკავშირებული ანალიზები ბარელზე $200-მდეც კი საუბრობდნენ. ჰორმუზის სრუტე ზღვით გადატანილი ნავთობის დაახლოებით მეოთხედს ატარებს, ხოლო ბაბელმანდები ყოველდღიურად მილიონობით ბარელს ატარებს. თუ ორივე სრუტე ერთდროულად დაზიანდება, ზემოქმედება შეეხება საწვავს, ინფლაციას, ტრანსპორტს და სამრეწველო წარმოებას. ირანის რეჟიმი ცდილობს ეს გლობალური მოწყვლადობა საკუთარ დაცვად აქციოს. თეირანი ცდილობს დაარწმუნოს შეერთებული შტატების მოკავშირეები, რომ ტრამპის მხარდაჭერა ძვირი დაუჯდებათ და რომ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ბლოკადა შეიძლება ენერგეტიკულ კრიზისად დაუბრუნდეთ ყველას. ხუსიტები მოქმედებენ ზეწოლის ბერკეტად, რადგან შეუძლიათ იემენიდან იმოქმედონ, დაემუქრონ წითელ ზღვას და ირანს მისცენ შესაძლებლობა უარყოს თითოეულ თავდასხმაზე პირდაპირი კონტროლი. ეს ტაქტიკური ნაბიჯი ზრდის დაუცველობას, მაგრამ ამავე დროს ჯგუფს ახალ ამერიკულ სამხედრო კამპანიას უპირისპირებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაარტყა ხუსიტების პოზიციებს, როდესაც მოძრაობამ ნავიგაცია საფრთხე შეუქმნა და დონალდ ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ თეირანს მისი შეიარაღებული მოკავშირეების ქმედებებზე პასუხისგებლად მიიჩნევს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვარ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.